პირველი გაჩერება ვერაიზონი. ბევრი ხალხი იყო ვერაიზონში, დიდი რიგი იყო და გამოვედით რომ სხვაგან მივიდეთ. სადაც ნაკლები ხალხი იქნება. ხოდა ერთ საათში იკეტებიან. მანამდე ვფიქრობთ რომ გავიაროთ საჭმელზე ისევ იმ ქაბაბებზე. ბოლო 3 ვიზიტი მან გქონდათ შიკაგოში რომ მოხდით. ახლოს არის აქ ჩვენ კომპანიასთან თან და ეხაც გავივლით და ვიყიდით გემრიელობებს. თან ჯანსაღად გამოიყურება და ძალიან ნოყიერიც არის. შენ რო პირველად იყიდე ლავაში გახვეული რაღაცა ქათმის ხორცი. ეგ მიყიდე რა. კაი, თებში არ მინდა. რა მალემოიდანე. მოიცა კიდე თებში იყიდე? წინათ რო იყე ესე ორ-ორი პური და წინაში ორი ყოფილა. ადი ჯერ ერთი თებში ჭამოს და მე ცოტა ხანში მეორე. ცივიც კარგია ესე. ქათმის წადია ხო? და სალათი აქვს. ნახოთ აბა. რა გემრიელია მწვადი. ხვა ალექსი პიქსელიდან გადადის Samsung-ზე. მაგარია. რა მასფერია. ეს უკან ესეთი კამერები რო არ ქონდეს მეც ავიღებდი. ანახე როგორი მსუბუქია. დიდია. მსუბუქია ძალიან. შენაძენით გამოვედი. ახლა გაჩვენებთ რა იყიდა ალექსმა. აქ ყუთში მეგონა აქ არ დაევს? აქ არ დაევს? შენ ტელეფონი ხელში გაქვს? მაჩვენე? აუ რა კაია. სტანდარტული ზომა არ ქონდათ, მარტო ფლასები ქონდათ და 256 გიგაბაიტიანი. ალექსი იყო სულ Samsung-ის კაცი, რომ გაგიცანი Samsung-ი ქონდა ხო? და მე სხვა ტელეფონებში გაითქვიფა Xiaomi და რაღაცები რო შემოვიდა. ქსელია რომ მეცანად მაგრად ჭიდავს. ამერიკაში რო ჩამოვიდეს მაშინაც ახალი Samsung-ი იყიდა და მე მეგრად მოვიყვანე iPhone-ზე და მე ნანობდა რომ რა თმინდოდა Android-ი ჯობია. მე რა იყიდე? Pixel ხო? მაგრამ iPhone-ის მე ორი iPhone-ი ქონდა და iPhone 13 მქონდა 2 წელი და მაგრად მემსახურა. 13-ის მე 14 არ ქონია ხო? 14 ჩემი ქონდა ცოტა ხანი მე რომ მოგეც ჩემი. ხო? თუ არასწორად მოხსოვს. მაგრამ გავყიდე მალე. ხო, რატო არ გოდა? ისე 14 რომ ქონდა ძალიან ძიმე იყო ეგ ტელეფონი. მაგრამ სულ კამერას უწმენდა რომ უნდა და ვაფშე. რა პრობლემა ქონდა? ერთი თქვენს თუ გაქვს 14 Pro, თუ იგივე პრობლემა აქვს. აი, ყოველ წამს იყო კამერა გასაწმენდი. მე 15 რო ვიყიდე, საერთოდ რა კვირაში ერთხელ თუ გადავსვადი ხელს, არ ბინძურდებოდა და ის 14 ისე იზილებოდა ოდნავ ხელში რომ დაიკავებდი და გაწმენდი, მეორე წუთს უკვე დასრული იყო. ეხლა მოვედით Apple Store-ში, მოლში არის რა სადღაც მე მგონი, არასწორად იყო პინი დასმული და სტოციკით გავჩერდით. ეხლა მოვედით ესეთ ადგილას. მალე იკეტებიან და იმედია მოვასწრებ. რის იყიდვაც მინდა, იმას გაჩვენებთ რის იყიდვა მინდა, მაგრამ ალბათ უკვე მიხვდით. ერთი რამის ყიდვა გინდა? არა, ერთი რამის ყიდვა არ მინდა. ძალიან დიდი ხანია რაღაცა მინდა და ჩემ თავს ვერაზროს ვერ ყიდულობდი და ახლა ალექსი მიყიდის. ხო, ალექსი? ალექსი ამოწევს თავის ტელეფონს, მაგრამ მე რო ნახე selfies კამერა ისეთი დეტალურია. არ ვიცი სახე ისე დღეში მაქვს, არის და რომ ეცანა ჩემი თავი მაგ კამერაში. ძალიან დეტალურია და ნაუჭები იმდანი მეტყობოდა. დაუბერდი. ეს ფერები მომწონს, მაგრამ ჩვეულებრივი 16 არის. ეხლა იკეტებიან რა თითქმის 9 საათში და სულ ესეთი ხალხმრავლობა არის. ცხოვრებაში პირველად მექნება შავი iPhone-ი. ეხლა წავიდნენ და მოიტანენ და გამიაქტიურებენ. ახალ iPhone-ს ყიდულობ, ოღონდ ისევ Pro-ს და ჩემ iPhone 15 Pro-სთან შედარებით ცოტა დიდი იქნება ეკრანი, როგორც ალექსმა მითხრა. და არ მინდოდა შეცვალო, მაგრამ რადგან თან ამერიკიდან მივდივარ, თან ელემენტი, კარგი. მე ახლა ამდენი ხანი ტრეილერში რო ვიყავი, ელემენტის დონე, თუ რაღაცა ძალიან დაიწია. სულ მან დრო ტენილი და რაღაცა ხშირად რომ მიწევდა გამოერთება, შეერთება და ამიტომ ვფიქრობ რომ ვიყიდე ახალი iPhone-ი. და ნახეთ კიდე რა ვიღე. ტადა! მომელსაც პირველი Apple Watch-ი არასდროს მქონია და პირველი და რა ვიღე მithეს რომ ისე შეგიყვარდებაო რომ ვერც კი მოიხსნიო. ერთი ფეხსაცმლის საყიდლად შემოვედი, მაგრამ ორი მომეწონა ისე ძალიან რომ ზუსტად 5 წუთში ავარჩიე. 5 წუთს ზედამჭირებია ზომები მოვიგე და ეგ იყო. ესე უცებ ფეხსაცმელი არასდროს მიყიდია. ალექსმა ვერაფერი ვერ შეარჩიებთ და სხვაგან მივდივართ ძალიან დაგოგვიანდა. აღამდა უკვე. რამდენი საქმე გვაქვს და ჯერ ვერაფერი ისეთი ვერ მოვაგვარეთ. უნდა ვიყიდოთ ალექსთვის ფეხსაცმელი და მეგონი ტანსმელს უნდა. ჩამოვჯექი აქ. დავიღალე. თან აღა მთელი ღამე უნდა ვიაროთ. და გზაში რამე სასტუმროს ვიპოვით თორე ძალიან დავიღლებით.
ძალიან არ მინდა სასტუმროში ისე შევსო, მაგას მერჩენია მანქანაში დავიძინო, მაგრამ ალექსი არ მანებებს. სასტუმროში წავიდეთ. ვერ ვიტან ამერიკულ სასტუმროებს. ჩემთვის ვიყიდეთ კიდე რაღაცა. ალექსისთვის ფეხსაცმელი ვერ ვნახეთ. გვერდით არის მარშალი და იმედი აქ მაინც ვნახავთ. იშვებიაბა დაიღალა შენ. დავიღალე, ხო მთელი დღე ფეხზე ვარ და გადაჩეული და ფეხზე გავასტრაილოში და მაგეჩვენა. აუ, ეს მე მგონი ჯერ არ არის გახსნილი. აუ. მოვიდით ახლა სკეჩერში და იმედია აქ მაინც ნახავს რამეს. ისა ძალიან მოსწონდა ხოლმე სკეჩერსის ფეხსაცმლები. არ საკმაოდონ არაფერი. რაღაც ნივთები გვინდა და Walmart-ში და ადგილზე არ გქონდათ და სადღაც გზად არ ვიცი, ნიუ-ჯერსში მე მგონი ხო, გამოვიწერეთ რაღაცები და ხვალ უნდა გავიაროთ მან და ავიღოთ. ჩვეულებრივად უნდა შევიდეთ Walmart-ში, თმის მოვლის რაღაც საშუალებები მჭირდება და მე კიდევ ნიუ-იორკს რომ მივახლოვდებით, მან უნდა გავჩერდეთ და დაგვახვედრებენ სავარაუდოდ ყველანივს, იმიტომ რომ იქაც არ ქონდათ მგონი, ეგ ნივთები ქონდათ მხოლოდ pick-up-ით და ეგ მივუთითეთ და ალბათ მოიტანენ ხვალ მან. ახლა მივდივართ საწვავის ჩასასხმელად. აუ, 4 თვე არის ამ მანქანაში საწვავი არ ჩაგვისხამს ტექსასიდან რომ წამოვედით ტრაილერს სამუშაოდ, მაშინ ჩავასხით გზად, ანუ ტექსასის მერე ილინოისამდე ერთხელ მოგვიწია ჩასხმა და იმის მერე 4 ჯერ დავუბრუნდით მგონი ამ კომპანიაში და აქვე ქალაქში დავდიოდით ხოლმე რაღაც საქმეებზე. ხო და 4 თვის მერე პირველად ვასხავთ ამ მანქანაში საწვავს. Processing. Please wait. მოვედით სასტუმროში სამსართულიანი ყოფილა იმედია მეორეზე ან მესამეზე მოგვიწევს. ხამე იყო და მე ვერ დავჯექით საჭესთან თან არაქსმა მე მირჩენია ვატარო. ხვალდილით ჩავინაცვლები. დაიღალა ხო ალექსი. ტრაილერი ვიარეთ დღეს 6 საათი. მე მოლშიც მაღაზიებშიც ბევრი ვიარეთ ფეხით, ხო? ეს დავიძინებ მე აქ მშვენივრად. შენადი სასტუმროში. არ მინდა, ხო ვიცი ხა რაც დამხვდება. მოკლედ სასტუმრო ონლაინ რო დაგვიჯავშნა. ერთი თითქმის $20 იაფიჯდებოდა, მაგრამ ეხლა არის ღამის 2 საათი და 3 საათამდე არ გქონდათ ჩეკინი. 3 საათამდე ამაღამ კი არა. ხვალ შუადღის 3 საათამდე არ გქონდათ ჩეკინი. ხო და მე დავრეკეთ და აქ მოდით და გაგიკეთებთ. როცა მოხვალთ მაშინა. სასტუმროში რო გვიწევს ხოლმე გაჩერება. ჩვენი პირსახოცებით მოვდივართ. შოულებრივი სასტუმროა. პირველ სართულზე მოგცეს. რატო არ უთხარი 200-ები მომეცითო? სამაგიეროდ, მანამდე უნდა გეთქვა. გითხაროთ ვის საშუალებით თუ არისო თავის დაბნას ვაპირე და ამაღამ არ გამიშრება. აუ რა, ახლა ფანძი იქნება. მე მართლა მანქანაში წავა. საერთოდ არ არის ცუდსუნი. მე რა შემოხვედი რა კაი ყავისუნი. აუ მართლა რა გემრიელი ყავისუნი იყო და არა უშავს ხო? რა არის აქ რა ხდება ფანჯარაში? არის რა. დებილოდ. ჯანდაბას 5 საათი გავუძლებ. ეს ვლოგი ამით დასრულდა, თუმცა შემდეგ ვლოგში ნახავთ თუ რატომ მეშინოდა ამ დღეებში პოლიციელების დანახვის ყველაზე მეტად და რა გამოიწვია ჩემმა ფიქრებმა. შენ რა ვიცი, შენ რანაირად გენდო ამის მერე.